ჩვენთან არ მეტი. ჩვენი მარხვა თავის შუა წელს უახლოვდება განზოგების დღესასწაული. ხო, დღესასწაული შეიძლება ითქვას განზოგება ხდება აი ამ კვირის 4 შაბათს პირველ შეწირულის წირვა უკვე სხვანაირად იკითხება, ტიპიკონი იცვლება და ზოგადად მარხვის ნახევარი, რო ვთქვათ, თითქმის უკვე გამლილია. დღესთან არის მიცვალებულთა ხსენება, ესე იგი ამის შემდეგ კიდევ ერთჯერ იქნება შაბათს და უკვე შემდეგ მიცვალებულთა ხსენება უკვე აღდგომის შემდეგ იქნება. თუმცა ახლა მიცვალებულთა მოხსენიებას არავინ გვიშლის, საერთო ესე იგი აღნიშნის დღე არის. საერთო აღნიშნის დღეა შაბათები მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დიდი მარხვისა. ეს არის მიცვალებულების ხსენება. ხო და დღეს ასევე ახლა 40 სებასტიელი მოწამე. ზღაპარივით გონია ზოგიერთ, მაგრამ კონკრეტულად ყოველი სახელი წერია აქ. ფაქტიურად ეს ამბავი საიდან კი არა რაღაც მოტანილი და უბრალოდ რაღაცა. ზოგიერთი ისეა, აი როგორ ამეცი ამ წმინდანებს რაღაც მითიურ გმირებად წარმოსახავენ, თითქოს ის არ არიან ნამდვილი ადამიანები, ჩვეულებრივი და ის ადამიანები, რომლებმაც თავი დადეს ქრისტიანობისთვის და ქრისტესთვის. აი ჩვენ ახლა პირდაპირ სახელებით ჩამოვთვალეთ, ვინ იყვნენ ის 40 სებასტიელი მოწამე. აქედან გამომდინარე, რომ აი რეალობასთან დაკავშირება აუცილებელია. აი ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ ჩვენ რო წმინდანების ცხოვრებაზე საუბრობთ, ისინი რეალური ადამიანები იყვნენ და რეალურად დადეს თავი ქრისტესთვის, ან ვინმე მიღვაწავ, თქვათ მონასტრულად, ვიღაცა წმინდა მამა იყო, ღირსი მამა იყო, ვიღაცა იყო მოციქული, ვიღაცა იყო თავდადებული, ესე იგი გმირი მეომარი, რომელმაც ქრისტესთვის თავი გაწირა. ხო და აი ხა ეს 40 სებასტიელი მოწამე იყვნენ ფაქტიურად ესე იგი კოჰორტა, რომაული კოჰორტებს უწოდებდნენ გარკვეულ ერთეულებს რომაული ჯარისა და აი ამ კოჰორტაში შემოვალი ადამიანები, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს და ქრისტიანობით იყვნენ ამ ჯარში და როდესაც თქვათ მათ მოსთხოვეს, რომ იმპერატორისთვის კერპისთვის, ანუ შეეწირათ მსხვერპლი, მათ ამაზე უარი თქვეს, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ჩვენი ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტია, ქრისტეო და ჩვენ სხვა ღმერთებსო თაყვანს ვერ ვცემთო. თუმცა იმ თავის მოვალეობას, რომ ემსახურა ჯარში და ასე შემდეგ, იმას კისრულობდნენ ჩვეულებრივად, მაგრამ ამაც უკვე დაუპირისპირდა ეს იდეოლოგიური მანქანა, რომელიც მოითხოვდა, რომ აუცილებლად იმპერატორისადმი აღვლენილი, ესე იგი მსხვერპლშეწირვა ყოფილიყო მათთვის აუცილებელი და აქედან გამომდინარე მოღალატება შერაცხეს და აი ამ ცივწყალში, სებასტიის ტბაში შეიყვანეს და იქ მოსთხოვეს, რომ ესე იგი ან მან მოკვდებით გაყინულები და შეჩინული, ან კიდე აი დაახვედრეს ნაპირზე ესე თბილი აბანო, ყველაფერი ის პირობები, რომ ადამიანს თქვა თავისთვის რა ჭირდება რა კომფორტისთვის. ხო და ეს არავინ არ გამოვიდა, გარდა ერთისა, რომელიც შეშინდა გამოიქცა და ამ დროს იყო ერთ-ერთი ის, ვინც ამათ დარაჯობდა, ანუ სხვა მეომრებიც იყვნენ, რომლებიც რომ ესენი არ გამოსულიყვნენ, ამათ დარაჯობდა, ამან დაინახა, რომ ზეციდან ჩამოდიოდა გვირგვინები ყველა ამ მოწამეებზე
ხოდა ეს რომ გამოდიოდა ამის გვირგვინმა დაიწყო ზევით ასვლა და მე შევალ ამის ესე მაგივრად მე ჩავდგები ამ წყალში და შევიდა წყალში და დადგა და ის გვირგვინი რომელიც ეკუთვნოდა იმ მეომარს რომელმაც უღალატა ფაქტიურად ქრისტეს ის აი ამ ადამიანს მიეცა რომელიც თითქოს და ამით ესე იგი მოწინააღმდეგე იყო სინამდვილეში აღმოჩნდა ასევე ქრისტესთვის თავდადებული ადამიანი და იმანაც დიდი ვერაფერი ვერ მიიღო იმით ხა რაღაც გათბებოდა და რამე ხო ანუ რამხელა რამეს დააგო და რო ვთქვათ ეს ადამიანური სისუსტე ჩვეულებრივი ამბავია ყველას აქვს ადამიანებს მაგრამ არის კიდე სული სიმტკიცე აი ეს ადამიანური სისუსტე და სული სიმტკიცე როცა ერთმანეთს ესე იგი უპირისპირდება როცა ადამიანი ასე სული სიმტკიცით დადგება ჭეშმარიტების ხარეზე და ეს ჭეშმარიტება ქრისტე არის თავად მაშინ მისი სიმტკიცე ამ ადამიანურ უძულურებას ჯაბნის და უფალიც მის გვერდზე დგება და ის რო ამბობს უფალი ტვირთი ჩემი მსუბუქი არისო აი ეს ტვირთი მისი ასე მსუბუქდება როცა ადამიანი ბოლომდე ერთგულია ქრისტესი ის საბოლოო ჯამში ამ გვირგვინს ღებულობს რომელიც უკვე როგორ გითხრათ ვერაფერი ვერ შეეძრება ამას რა ხვედრით ეძლევა ქრისტიანს უფალთან ერთობის შედეგად და ამიტომ ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო ესეთი სიტყვა ქართველმა მეფემ გვიანდერდა ჩვენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა რომელიც ჩვენ ანდერძად დაგვიტოვა ვახტანგ გორგასალმა და ჩვენ ამის შემდეგ ფაქტიურად ჩვენი წინაპრები ამ ანდერძის ერთგული იყვნენ თუმცა ისეთებიც იყვნენ ვინც გარბოდა და ემონებოდა ბოროტებას დღესაც არიან ასეთები და ზოგიერთები ისე არიან რომ გონიათ რომ ესე იგი რაღაცა ლიბერალური ფასეულობები ანაცვლებენ ქრისტიანობას როცა ქრისტიანობა საუკუნო სიცოცხლის წყაროა ქრისტე და სიცოცხლის ესე იგი შენთვის მომნიჭებელია და წარმოიდგინე აი ამ ხელა ძალას და ამ ხელა მადლს კარგავ რაღაც უაზრო პროპაგანდის შედეგად შემოჩენილ იმ რაღაცა ფასეულობებს რომელიც ფასეულობაც არ არის რეალურად ასე ატყუეს საბჭოთა კავშირში კომუნისტებმა ხალხი დღეს ესენი ნეოტროცკისტები ანუ კომუნისტების ერთ-ერთი ნაწილია და ლიბერალიზმით ყვირიან ისინი ყვიროდნენ კომუნიზმს სასუფეველის ნაცვლად ესენი ყვირიან თავისუფლებას როცა მონობაში გითხრევენ და ეს არის სატყუარა რომელსაც უგდებენ დღეს რაღაც საქართველოშიც მათ შორის ხებსაც უგდებენ და მრავალი წამოეგო ამ ანკეს და ნუ აქ ბოროტების ხელი არის ჩარეული თვითონ ეშპაკი ამ ყველაფერს თვითონ იგონებს თუმცა სიახლეს ვერაფერს ვერ მოიგონებს ისეც რომ ესე უფლისას ამახინჯებს ასაც უფალი თავისუფლება უფალმა მოგცა ამან დაამახინჯა თავისუფლება დაარქვა ცოდვის მონობას და თუ შენ ახლა აი შენ თავშეკავებაზე უარს იტყვე რასაც ჩვენ ახლა მარხვით ვაკეთებთ თავშეკავებაზე უარს თუ იტყვი თავისუფლებას არ ქმევენ ამას რა რომ აი მე არ მჭირდება არც მარხვა არც არა რა მოვკვდი და სინიან გაიგე იქ როგორც ისინი არიან რა მოვკვდი აბა რა იქნა სულიერად ფაქტიურად შენ დატოვე ის რისთვისაც შენ ხარ დაბადებული და ის საუკუნო სიცოცხლე დაკარგე ეწუთიარის ამოვნების როგორც ესავი რო იყო და ოღონდ ხარ ამ მაჭამეო და ყველაფერზე უარს ვამბობო
ესეთი მდგომარეობა, რომ ოღონდ ახლა შენ რაღაცა ესეთი ცრუ თავისუფლება მიიღო, იმ რუსებ ძირითადად ეგა ნარკომანია და რაღაცა ესეთი რაღაცეები, რომ თავისუფლებას ამას უძახიან, რომ აღვირახსნელ ქცევას და თუ დააკვირდით სულ გინებით და რაღაც ბილდსიტყვაობით გამოირჩევიან. გოგო შეხედავ გოგონას, რაღაც თითქოს ნორმალური ადამიანია, მოგეწონება კიდევაც ესეთი, ხო? და დაიწყებს გინებას 9 მეტრიან იმას. ლანცვა უბრალოდ წევლას კი არა. აი ჩვეულებრივ იგინება კაი ვულგარულად რა. ხო და აი ეს თუ არის თავისუფლება, მე აღარ ვიცი რა არის ნორმალური ჩვეულებრივად ადამიანის სასიკეთო ცხოვრება და აი ეს ყველაფერი თავისუფლების მანტიით მოდის ატყუებს ატყუარით ვიღაცებს საქართველოში ვერ გამოუვიდათ ეს არ არის ეხლა სულ ამაზე ნერვიულობენ და ბრაზობენ რომ როგორ თუ ეხლა ეს ხალხის უმრავლესობა ამათ არ აყვადა რაღაც ამათთან ერთად არ დგას იქ ხო და ამ დროს დაინახა ადამიანებმა რომ რა არის მართალი და რა არის ტყვილი პარტიებში არ არის მართალი და ტყვილი არამედ იმ ღირებულებებში რაზეც არის დამდგარი ჩვენი ქვეყანა რაზე დგას ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობაზე დგას და ერთგულებაზე უფლისადმი და არა ლიბერალურ ცრუ რაღაცეები და გეი პარადი თუ ჩაატარე თავისუფლებაა და თუ ეხლა იქ რაღაცა იგინე და ნარკოტიკებში ჩაკვდი და 1000 სისულელეს აკეთებ ეს არის თავისუფლება ხო აი გირც მეტი თავისუფლება უნდა და თაღლითობის მეტი რო არაფერი შეუძლია მეტი თავისუფლება არის კი ბატონო თავით შეეტენე ცეცხლში ეგ არის შენი მეტი თავისუფლება სხვა უგუნური უაზრო მიდგომებია და ესეთი თავისუფლება საერთოდ ადამიანს პრაქტიკულად ესე იგი ატყუებს გარეგნობით რომ ვითომ და შენ რაც გინდა ის გააკეთე და სინამდვილეში აკეთებს თავისი ნებით თავის აზიანოს ანუ როგორ ამეცი ცეცხლში თავით შეძრომა გონია თავისუფლება რა ხო აი მე მინდა და შევძრები ცეცხლში თავით ვისი რა საქმე შეძრები და რას მიიღებ საბოლოო შედეგად ეგ არის თუ არა ისე შეძრები ხა გიჟი თავისუფალია ეგეც სიტყვა ისეთი გიჟი მართლა თავისუფალია იმიტომ რომ იმას არ მოეკითხება რას აკეთებს თავის მოქმედებაში და თქვა ის რასაც აკეთებს თუ გონებით თქვა აი ესე გამიზნულად არ აკეთებს ცუც როცა თვითონაც იმიტომ რომ გიჟები სხვადასხვანაირები არიან გიჟებია ძალით რო იგიჟიანებენ თავს და არიან გიჟები რომლებსაც თავის კონტროლი არ შეუძლიათ ხო ესე იგი ვინც თავს ვერ აკონტროლებს არა იმიტომ რომ სისუსტე აქვს რომ ნება ვერ ესე იგი ვერ იმარჯვებს ამ ვნებაზე ნება ვერ იმარჯვებს ვნებაზე ეს არ არის გიჟობა ეს არის ნებაყოფლობითი სიგიჟე ეს უკვე სხვა რამეა რომელიც დასჯადია მაგრამ გიჟი თავისუფალია რო ამბობენ ეს არის ადამიანები რომლებსაც თავისი ნების წარმართვა არ შეუძლიათ ის კი არა რომ ძალა არ ყოფნით რომ არამედ ესე ნუ შეურაცხადია ვერ ხვდება რას აკეთებს ხო და ესე რომ ვერ ხვდება რას აკეთებს არა იმით რომ თავს იდებილებს არამედ იმიტომ რომ გონების შესაძლებლობები არაძლევს საშუალებას რომ მან გაიგოს ამიტომ თვითკვლელიც კი ასეთი ადამიანი ესე იგი ნუ იწნარებს ასეთ ადამიანს ეკლესია და წესსაც უგებ და ყველაფერს თუ ადამიანი მართლაც შეურაცხადია და რაღაც არასწორად გააკეთა და მოიქცა თუნდაც ის თავი მოიკლოდა ესე როცა შენ თვითონ იდეოლოგიით ამ სიგიჟეს იდეოლოგიაში გადაიყვან და არა შეურაცხადი ხარ არამედ შენ აი ამ სიგიჟეს ნებაყოფლობით თავს ახევ შენ თავსაც და სხვებსაც და ატყუებ აი უამრავ ეს უკვე ნებაყოფლობით ბოროტისადმი დამორჩილებაა და ეს ცოდვა არის როგორი ისეთი რომ პრაქტიკულად შენ აქედან ვერანაირად ვერ დაიხსნი თავს
სინანულია ერთადერთი, მაგრამ ასეთ ხალხს სინანული იშვიათად თუ მოსდით ხოლმე, რაღაცა ვითარება უნდა მოხდეს და ღმერთმა ქნას, რომ სინანულმა გამოიყვანოს ამ სავალალო მდგომარეობიდან ადამიანები. ხო, დღეს ახლა რაც ხდება საქართველოში, უკვე ქვეყანას ვეღარავნებენ, თქვა, მაგრამ თავის თავს ავნებენ ის, ვინც დარბიან აქეთი და სისულელეებისთვის თავს წირავენ. მიბაძონ 40 სებასტიელ მოწავს ქრისტესთვის წირავენ თავს. იმიტომ რომ ქრისტიანობას უკრძალავთ დღეს ესენი იმისთვის იბრძიან, რომ ჩვენ ქრისტიანობა წაგვიშალონ და საქართველოში თქვა ლიბერალიზმმა ჩაანაცვლოს ქრისტიანობა და აი უღმერთობით უნდათ რომ რაღაცა სიახლე შემოიტანონ ცხოვრებაში, რაც არ არის ახალი უხსოვარი დროიდან, ესე იგი ბოროტი იბრძვის ესე უფლის წინააღმდეგ და თუ რამე ცუდს აკეთებს ადამიანი ბოროტის მანქანობით და ბოროტისადმი დამორჩილებით, თუ არა თავისთავად ადამიანი შექმნილია სიკეთისთვის და მშვიდობისთვის და რაღაც უფლისადმი ერთგულებისთვის და აი ესეთი ადამიანი თავისი არსით. სული რომ აიღო თავისუფლად და არ იძალადო სულზე, ის სული უფლისაკენ წაგიყვანს, მაგრამ თუ შენ სულს არ აძლევს საშუალებას განვითარდეს ისე როგორც უფლის წინაშე სიმართლეა, იმას აწუხებ და ეს ინდისი რომ გაწუხებს ის ყველაფერი ამას რომ იგონებ მიზეზებით უნდა დათრგუნო ეს შენი ინდისის კენჭნა, ამ შემთხვევაში და უკვე იდეოლოგიებსაც იგონებენ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ, რომ მეტი იყოს ისეთი, ვისაც ექნება ცოდვა ჩადენილი ისეთი მძიმე, რომ ესე იგი თითქოს ამით ფიქრობ, ბოროტიც ასე ეშმაკი, რომ რატო ცდილობს, რომ თავისთან ერთად მრავალი დაღუპოს, რომ ესე იგი უფალზე რაც შეიძლება მეტად ესე ვთქვათ აწყენინოს, როგორ გითხრა, ესეთი რამე, რომ იქნებ შეიცოდოს უფალმა მთელი კაცობრიობა თუ ცოდვაში ჩავარდება და ვერც იზავს მაგას, რომ მთელი კაცობრიობა ცოდვაში ჩაიყოლიოს. უფალი ქრისტიანობა საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ადამიანს, რომ ასეთ გზებით არიაროს და მეორეც არის, რომ ესე იგი თავისთვის უფრო მძიმე ხვეთს ასე იგი ის ადამიანები და თავად ბოროტი, ვინც ცდილობს, რომ მეტი ჩაითრიოს, უფრო მეტად მოეთხოვება მას. ასე რომ ეს მარხვაც იმისთვისაა, რომ თვით გამორკვევა მოხდეს ადამიანისთვის რა. თავშეკავებით ადამიანმა რომ უფლისაგან შეწევნა მიიღოს, აი ცოდვისგან თავის შეკავება ძალას აძლევს და თავისუფლებს და სულის ზეიმს რატო ეძახით, იმიტომ რომ სული თავისუფლდება ამ ხორციელი შეტევისგან, ავნებათა ღელვისგან, სული თავისუფლდება და იმიტომ მარხვის დროს ადამიანი სულს აძლევს გასაქანს, უფრო მეტ ძალას და უფლისაკენ სწრაფვის შესაძლებლობას. ეს ხორციელი თავშეკავებით არის გამოწვეული სულის გათავისუფლება და ვინც ამას ხედავს და აღიარებს, მისთვის უკვე ღირებულებათა ასეთი ასე ვთქვათ სკალა, რა უფრო მაღლა ღირებულება და რა უფრო დაბლა. ანუ შენი ხორციელი კეთილდღეობა მარხვის დროს ხაზგასმულად არის უკან გადაწეული და წინ არის წამოწეული სულიერი კეთილსულისთვის ზრუნვა. აი სულისთვის ზრუნვა ეს თუ ჩვენ ცხოვრებაში დავამკვიდრეთ, თუნდა მარხვის შედეგი იყოს ეს, რომ ჩვენ სულისთვის ზრუნვა ვისწავლეთ და როცა მარხვა დასრულდება, ის სულიერი მარხვა შევინარჩუნეთ, ანუ სულისათვის ზრუნვა მთავარი იქნება ჩვენთვის და ხორციელი ზრუნვა თავისთავად ისიც საჭიროებს ადამიანი რაღაც გარკვეულ ხორციელ, თქვათ, როგორ გითხრა, არსებობისთვის, ამ ქვეყნიური არსებობისთვის საჭიროა, რომ რაღაცა, თქვათ, ხორციელი, საკვები, სასმელი, რაღაც ტანსაცმელი და ასე შემდეგ. ეს სულს არ უნდა თრგუნავდეს. და აი აქ უნდა ვისწავლეთ, რომ სულის დათრგუნვით
თავისუფლებას ვერ მივიღებთ. ამიტომ სულმა უნდა მეტი ძალა ესე იგი მისცეს ადამიანს სულიერი ღვაწლი იქნება ის რითაც ადამიანი თავს არ გაიგიჟებს მიწიერი კეთილდღეობისთვის. და ეს როცა მისთვის დიდად არაფერს არ ნიშნავს მიწიერი კეთილდღეობა, მაშინ უკვე ის მართლა თავისუფალი ხდება, იმიტომ რომ მისთვის საზრუნავი არ იქნება რაღაც ეს მიწიერი ვნებიანი და ცოდვიანი რაღაც მიდრეკილებები, არამედ უფლის წინაშე ჭეშმარიტები დგომა იქნება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და ეს არჩევანი გააკეთეს აი სებასტიელმა მოწამეებმა, რომლებმაც ხო იმ სიცივეში და უბედურებაში დგომა არჩიეს იმ წყალში, ვიდრე ვთქვათ ესე ჭამასმა და სითბოში ყოფნა და ასე შემდეგ. თუმცა ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა შეჭამკიდევად, დალევკიდევად და გათბები კიდევაც. ოღონდ როცა ქრისტეს საწინააღმდეგოდ ამას გიყენებენ და შენ გსჯიან იმისთვის, რომ შენ ქრისტეს გზაზე დგახარ, მაშინ ქრისტეს უარყოფის, ესე იგი, ასე ვთქვათ, ხარჯზე შენ თბილად და ესე ვთქვათ, კეთილდღეობით იყო ხორციელი, შენ ეს ხორციელი კეთილდღეობა შინაგან სიმშვიდეს არ მოგიტანს და სულ იქნები აი ასეთ მოღალატი შინაგანად გექნება ეს მოღალატის შეგრძნება. თუ არა და ამის დათრგუნვას დაიწყებ და კიდევ უარეს დღეში აღმოჩნდები საერთოდ. ამიტომ ადამიანს როცა ესმის, რომ ჯერ სული და მერე დანარჩენი ყველაფერი და ჯერ უფალი და მერე ყველაფერი, აი მაშინ ადამიანი უკვე ნამდვილად თავისუფალი ხდება, იმიტომ რომ მისთვის უფლის გარდა არაფერი არ იქნება დამაბრკოლებელი. მარტო უფალი იქნება ერთადერთი, ვისკენაც ის მიისწრაფის, დანარჩენი ყველაფერი იქნება დროებითი და სადღაც ასე ამითი ადამიანი უკვე აი ამ თავისუფლებას ღებულობს, იმიტომ რომ უამრავ რაღაცაზე აღარ არის დამოკიდებული. და ღმერთზე დამოკიდებულებას, რაც არ უნდა თავისუფლებისთვის ისწრაფოდეს და რაც არ უნდა რაღაცები აკეთოს, თქვა, ხორციელი კეთილდღეობისთვის, უფლისგან დამოკიდებულებას ვერ ჩაჭრის და ვერ ესე იგი, რაც არ უნდა ბევრი თქვას უარი უფალზე, რაც არ უნდა თავისი პოზიციები გამოხატოს საწინააღმდეგოდ, უფალზე დამოკიდებულება მისი მაინც ესე არა, ესე იგი სიცოცხლე სიკვდილი ვის ხელშია, რაც არ უნდა თავისუფლება იძახო ვის ხელშია. ხო, თავი თუ მოიკალი ეგ თავისუფლებაა, გონია, ხო, ვითომ ესე ამას აკეთებენ, რომ აბა სიცოცხლე შეძელი ღმერთის გარეთ. თავის მოკლა რა არის, არაფერი არა. საბოლოო ჯამში, ხო? ანუ შენ ის არ შეგიძლია სიცოცხლე მოიტანო, შენ სიკვდილის მოტანა შეგიძლია. უამრავი ადამიანი შეიძლება დახოცო და შენი თავიც მოიკლა. ეს არ არის თავისუფლება, ხო? ეს არის ბოროტება. ხო, თავისუფლება არის უფალთან ერთად რო ხარ, მაშინ შენი სულიც განკურნებადია უკვე მიდის უფლისკენ და მას ძალაეძლევა და სხვა ადამიანებიც ვინც შენს გარშემოა ცოტა ნელ-ნელა რაღაცას აკეთებს ისე რომ ისინიც თქვათ ამ გზაზე დადგენ და ერთმანეთს რომ მივბაძავთ უფლისადმი ერთგულებაში ეს მიბაძვა ჩვენი თავისუფლების მომტანია და თუ ჩვენ მივბაძავთ აი რა ვიცი ტელევიზორების გმირებს ასე ვთქვათ გმირებ ჭყალებში ნუ მაშინ იმათი ცხოვრება რაც არის იმითვე დამთავრდება ჩვენი ცხოვრება არც ერთი არ არის სიკვდილს რომ გადააბიჯებს და გააგრძელებს მერე უფლისაკენ ცხოვრებას ვინც უარს ამბობს უფალზე სიკვდილს ვერ გადააბიჯებს სიკვდილი მას დაასამარებს ამიტომ ეს არის ნუ რითაც განსხვავდება თავისუფლება რეალური ცრუ თავისუფლებისგან. ამიტომ რასაც ვაკეთებთ, დავაკვირდეთ, რისთვის ვაკეთებთ, რა შედეგი იქნება ბოლოს ჩვენი სულისთვის რა აქვს ამას კარგი თუ ცუდი და იმის მიხედვით თუ იქ რო ვიღაცა რამე შეცოდავს, ეხლა ამას წინ ვერაფერი ვერ და რა ვიცი, ხან ისე ხდება, ხან ასე ადამიანი არა რომ
არ შეცოდოს, მაგრამ იმ ცოდვის სადმი დამოკიდებულებაა მთავარი. შენ თუ ცოდვას აკანონებ როგორც სიკეთეს, მაშინ პრობლემაა, მაგრამ შენ თუ ცოდვას ებრძვი და მათ შორის მარხვის მეშვეობით, ხო? მარხვითა და ლოცვით დაიძლევა ბოროტი. ამიტომ ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიაროთ. ეს არის მთავარი. ვისაც რა უნდა ის აირჩიოს. არჩევანი აი აქ არის უფლისაგან მოცემული ადამიანზე, რომ არ აიძულებს ადამიანს გინდა თუ არა გააკეთოს ის გააკეთოს, რასაც უფალი მას ეუბნება, აი გარდაუვალად ის გააკეთოს. მას შეუძლია რომ უარი თქვას, მაგრამ ეს უარი თქვა რას გამოიწვევს, უნდა აწონოს და უარი თქვას იმ თავის არასწორ დამოკიდებულებას. ასე რომ მერთმა ძალა მოგცეთ, მერთმა მშვიდობა მოგცეთ და ახლა მიცვალებულების ხსენებაა დღეს და ჯვარზე მთხვევა ახლა არ იქნება, მოვამზადოთ ესე იგი საკურთხი და გამოვალთ და პანაშვით ჩავატაროთ. ჩვენთან არის